გამარჯობა, მე ვარ გიორგი რიჟვაძე, ეს არის მე-16 ელემენტის პოდკასტი. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ქეთი ეფაძე, კოლექტიური მეხსიერებისა და იდენტობის მკვლევარი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კოლექტიურ მეხსიერებაზე, მათ შორის იდენტობაზე, ნარატივებზე და ასე შემდეგ. თუმცა სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალ, ქეთი მინდა გკითხო, რატო დაინტერესდი ამ თემით, საიდან მოხვდი, რა გაჩნდა, რა იყო შენი мотиваცია, რომ ამ სფეროში ჩართულიყავი და გეკვლია და ყოფილიყავი აკადემიურ სივრცეში და ამავდროულად რაღაცნაირად საჯარო სივრცეშიც. გამარჯობა გიორგი, მადლობა შენ პოდკასტში მოწვევისთვის, მონაწილეობისთვის. ამ თემით დავინტერესდი 2015 წელს, როდესაც გავაცნობიერე, რომ არ მომწონდა ის ნარატივები, რომლებიც არსებობდა დევნილებზე, ზოგადად დევნილობაზე და აფხაზეთის ტრავმაზე. და გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ თუ ჩვენ დევნილები არ დავიწყებდით ამ თემებზე საუბარს, მაშინ ყოველთვის იქნებოდა ცარიელი სივრცეები, რომელსაც ამოასებდნენ სხვა მცხრობელები. და გადავწყვიტე ჩემი სათქმელი მეთქვა აკადემიური ენით. ამიტომ ჩემი სადოქტორო ნაშრომი დავწერე სწორედ ამ თემაზე, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. ჯერ ვიყავი ტრავმით დაინტერესებული და მოგვიანებით დავინტერესდა, საიდან დაიწყო ეს ურთიერთობების გაფუჭება ქართველებსა და აფხაზებს შორის, ესე რომ ვთქვათ, სად იყო ამ კონფლიქტის წინაპირობები, ფესვები. და საბოლოო ჯამში მივედი რუსეთის იმპერიის პერიოდამდე, მე დავავიწროვე და საბჭოთა პერიოდს მიუძღვენი, საბჭოთა კავშირს დავუთმე დიდი წილი ჩემი კვლევის. კეთი, სანამ გადავიდოდეთ, მაინც რომ ჩვენ მაყურებელს აუხსნათ ზოგადად ნარატივები, რას ნიშნავს ნარატივი, რა არის იდენტობა, როგორ ყალიბდება ეს იდენტობა და თვითონ ეს თემა რატო არის ჩვენ საზოგადოებაში ახლა აქტუალური და რელევანტური. ნარატივი ეს არის თხრობა, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული სახე, ანუ ეს არ არის უშინაარსო თხრობა, მას აქვს კონკრეტული მიზანი, ნარატორი საკუთარი ნარატივების მეშვეობით მოგითხრობს რაღაც ამბავს. და აქ ჩადებულია მესიჯი, რის გადაცემაც მას სურს მკითხველისთვის. ნარატივი იწვევს რეზონანსს მკითხველში, შტოებს შთაბეჭდილებას, აყალიბებს აღქმებს და რასაკვირველია იდენტობასაც. იდენტობა დღეს 22 ცენებებში უკვე თამამად მსჯელობენ ამაზე, რომ არის იგივე ნარატივი, ანუ ჩვენ როგორც გავიაზრებთ საკუთარ თავს, საკუთარი ნარატივის ფარგლებში, იმას წარმოვადგენთ, ანუ იდენტობა ეფუძნება ნარატივს. ამიტომ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიული ნარატივების ფორმირებას, რადგან ისინი სანქცირებულია სახელმწიფოს მიერ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, როდესაც ვლაპარაკობთ, უმეტესწილად მხედველობაში გვაქვს კონფლიქტური ისტორიული ნარატივები ორივე მხარეს. ამ ნარატივებით იზრდება ახალი თაობები და მათი მიხსიერება რა მოხდა წარსულში, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთთან, საერთოდ რას ნიშნავს იყო აფხაზი ან იყო ქართველი. ყალიბდება სწორედ ამ ნარატივების მეშვეობით, რომელსაც ბავშვები სწავლობენ სკოლაში და განსაკუთრებით ისტორიული ტექსტების მეშვეობით. ამ ნარატივების შესწავლას და კრიტიკულ ანალიზს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის მედიაციისთვის და შემდეგ ხანგრძლივ პერსპექტივაში დიალოგისთვის, ქართულ-აფხაზური დიალოგისთვის, თუმცა ეს პროცესი ჯერჯერობით ნელი ტემპებით მიმდინარეობს და ვერ ხდება ერთი მხრივ გადააზრება იმ ნარატივების, რომელიც შეიქმნა საბჭოთა წარსულში და მეორე მხრივ არც არის ამის სურვილი დიდად ორივე მხარეს. რთულია ამის გაკეთება, არ არის ადვილი, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული ემოციებთან, სენტიმენტებთან და ამ სენტიმენტების და ემოციების დათმობა, როგორც წესი, კონფლიქტში მყოფ საზოგადოებებს ძალიან უჭირთხოვა. ისტორიული მიმოხილვაც რო გავაკეთოთ, დაახლოებით დავიწყოთ, მოდი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირამდე რა ისტორიული ნარატივები არსებობს ქართულ საზოგადოებაში, აფხაზურ საზოგადოებაში და როგორ იწყება ამ, ასე ვთქვათ, ნარატივების ჩამოყალიბება ადრეულ პერიოდში, ასე ვთქვათ. გასაგები. ქართველებსა და აფხაზებს შორის გარდა კონფლიქტს აქვს თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორია. ეს ისტორია მთელი შუა საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. ჯერ მე-16 საუკუნეში ოტომანთა იმპერიამ მოახდინა გახლეჩვა ქართული და აფხაზური კულტურული სივრცეების და მოგვიანებით ამას ხელი შეუწყო რუსეთის იმპერიამ. რუსეთის იმპერიის პერიოდიდან, როდესაც საქართველოში ჩამოყალიბება დაიწყო ეროვნულმა პროექტმა, ამ დროს აფხაზები დაშორდნენ ქართულ კულტურულ სივრცეს. აფხაზი ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძის მამა ზურაბ ანჩაბაძე წერდა, რომ
მე-19 საუკუნის აფხაზ ელიტას ჯერ კიდევ ჰქონდა მეხსიერება აფხაზეთზე როგორც ისტორიული საქართველოს ნაწილზეო, თუმცა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ეს მეხსიერება ქრება და ამაში დიდ როლს ასრულებს რუსეთის იმპერია. პირველ რიგში ეს გაკეთდა ახალი ნარატივების შექმნით, როდესაც რუსი ჩინოვნიკები და ერთ-ერთი ცნობილი ნარატივია ევგრამ კოვალევსკის, რომელიც იყო რუსეთის სახალხო განათლების მინისტრი, მან დაწერა ეთნოგრაფიული გამოკვლევა აფხაზების და აფხაზეთის შესახებ და თქვა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო, აფხაზები არ არიან ქართველები. თავარი მესიჯი მის ტექსტის იყო ეს. ეს ტექსტი გავრცელდა იმ დროს, როდესაც ილია ჭავჭავაძემ შექმნა პირველი თეზა ქართული ეროვნული პროექტის შესახებ და დაიწყო მისი არტიკულაცია საზოგადოებაში. მოგვიანებით აფხაზეთში გადასახლების რამდენიმე ტალღა რუსეთ-თურქეთის ომების დროს და აფხაზი ინტელექტუალების დიდი ნაწილი მოყვა ამ გადასახლებაში. ანუ აფხაზეთი დაიცალა ძველი ელიტისგან და რუსეთმა დაიწყო საკუთარი ახალი ელიტის აღზრდა, რომელიც სოციალიზდებოდა რუსულ სკოლებში, რუსულ ნარატივებზე იზრდებოდა და აი ამ ახალ ელიტაში სრულიად გაქრა წარმოდგენა საქართველოს როგორც აფხაზეთზე როგორც ისტორიული საქართველოს ნაწილზე და ჩამოყალიბდა ახალი ნარატივი, რომ ეს არის დამოუკიდებელი ტერიტორია, დამოუკიდებელი ერით, თუმცა ეროვნული ცნობიერება ამ დროს არ იყო მაინც ფეხგადგმული აფხაზებში და რამდენიმე ისე ვთქვათ ელიტის წარმომადგენელს თუ ქონდა მსგავსი ცნობიერება. აფხაზური ეროვნული პროექტი ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში მოყვრას დაიწყო იმპერიამ, გააგრძელა იგივე ხაზი და სრულიად მოწყვიტა ეს ტერიტორია და ეს ხალხი საქართველოს. გასაბჭოების შემდეგ აფხაზეთში დაიწყო ეროვნული პროექტის ფორმირება, ეროვნული გაძლიერების პროგრამის ფარგლებში და ამ პროექტს სათავეში ჩაუდგნენ აფხაზი ბოლშევიკები ეფრემ ეშპა და ნესტორ ლაკობა. ეშპამ დაიწყო და მერე ლაკობამ გააგრძელა მისი ხაზი. ნესტორ ლაკობა შეთანხმებით შეიძლება ითქვას, რომ არის აფხაზური ეროვნული პროექტის ფუძემდებელი და მამა. მან აი მისი მმართველობის პერიოდში, როცა ეს პირველად მართავდა აფხაზეთს ფეოდალური პრინციპებით, მის მმართველობის პერიოდში აფხაზეთში წახალისებული იყო აფხაზური გამოცემები, აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა, აფხაზები ნიშნებოდნენ პარტიულ თანამდებობებზე, ანუ ყველა ის კომპონენტი, რაც სჭირდება ერის მშენებლობას, როგორც ინსტიტუციების დონეზე, ასევე წარმოსახვების დონეზე, შედგა და 1930-იან წლებშიც აფხაზები საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდნენ როგორც ერი. თუმცა შემდგომში დაიწყო უკვე მტკივნეული პროცესები, რადგანაც სტალინის მოსვლის შემდეგ გაძლიერდა ცენტრალიზაციის ხაზი მთლიან საბჭოთა პოლიტიკაში და აფხაზები როგორც მცირე ერი სხვა მცირეებების მსგავსად დაექვემდებარებიან ამ ცენტრალიზაციის პოლიტიკას. ეს ნიშნავდა იმას, რომ აფხაზეთში გატარდა სხვადასხვა მტკივნეული რეფორმა და დაიწყო მათი კონსოლიდაცია ქართველობაში. ერთ-ერთი ასეთი რეფორმა იყო აფხაზური სკოლების დახურვა და აფხაზები 1940-იან წლებში განათლებას უკვე იღებენ ქართულ სკოლებში ან რუსულენოვან განათლებას იღებენ მეოთხე კლასიდან ისედაც. ეს ამ რეფორმებმა ისე მძიმე კვალი დატოვა აფხაზთა ცნობიერებაში და ჩამოყალიბა აღთქმა, რომ საბჭოთა კავშირის მიერ გატარებული რეფორმები ეს იყო ქართული შოვინისტური აზროვნების გამოვლინება, სტალინს და ბერიათ აფხაზეთში აღიქვეს როგორც ქართული ნაციონალისტები და ეს პროცესები დაუკავშირდა ქართველების მიერ განხორციელებულ დისკრიმინაციას აფხაზთა მიმართ. ეს ნარატივი ძლიერი გახდა დესტალინიზაციის პერიოდში, როდესაც მათ ღიად დაიწყეს საჩივრების გამოთქმა და მოგვიანებით უკვე 1980-იანი წლებიდან იგი გახდა აფხაზეთ პოლიტიკური პროგრამა. როდესაც აფხაზმა ლიდერმა ვლადისლავ არძიმბამ ღიად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემთხვევაში 9 აპრილის შემდეგ ხდება ამის განცხადება, აფხაზები არჩევდნენ ეცხოვრათ აღარ აპირებდნენ ცხოვრებას ქართველებთან. აქედან ჩანდა უკვე, რომ მათ ჰქონდათ საკუთარი დამოუკიდებელი ეროვნული პროექტი, რომელიც უკვე ასე ფორმირებული იყო ისტორიულ ნარატივებში და აფხაზებმა, ისტორიკოსებმა დამოუკიდებელ აფხაზეთზე წერა დაიწყეს 1970-იანი წლებიდან. განავითარეს საკუთარი პოლიტიკური კურსი, რომელიც გამორიცხავდა ქართველებთან თანაცხოვრებას. 1992-93 წლების კონფლიქტი, ჩემი აზრით, არის ლოგიკური დაბოლოება ამ პროცესების, იმიტომ რომ აფხაზები უკვე მობილიზებულები იყვნენ საკუთარი ეროვნული პროექტის გარშემო და გარდა ამისა, მათ მობილიზაციას ასევე ხელი შეუწყო ეთნონაციონალურმა დისკურსმა, რომელიც აღმოცენდა საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში.
ამ კონფლიქტის სანამ აი მაგ ნაწილს ვუპასუხებდეთ, მე მაინტერესებს აი რა იყო ქართული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი, იმიტომ რომ რას პასუხობდა დაუშვათ თბილისი აი ამ პერიოდში იმ ნარატივებს, რაც ესე ვთქვათ იქმნებოდა სოხუმში. რა ხდებოდა ჩვენ ესე ვთქვათ ჩვენი ნაციონალური პროექტი და იდენტობა და ნარატივები რაზე იყო დაფუძნებული აი ამ პერიოდში. და კიდე მაინტერესებს რამდენად პოპულარული იყო ეს აზრები და ეს მოსაზრებები მაშინ აფხაზეთში. ხო, დავიწყებთ, რომ ქართული ეროვნული პროექტის ფორმირება იწყება მე-19 საუკუნიდან, ამას უკვე შევეხე, თუმცა იქ კიდე კარგად არ იყო გამოკვეთილი სხვადასხვა ეთნოსების თანაარსებობა ქართველთან, როგორ უნდა შემოსულიყო ისინი ქართული ეროვნულ პროექტში. ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძე რამდენჯერმე ჩავიდა აფხაზეთში მე-19 საუკუნის ბოლოს, თუმცა რაზე ჰქონდა შეთანხმება მას ადგილობრივ ელიტასთან ვის ხვდებოდა, ეს არ არის გამოკვლევა, ამ შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, ამიტომ რა ფორმით უნდა მომხდარიყო მათი ინკორპორაცია ქართულობაში ან ქართულ ეროვნულ პროექტში მე-19 საუკუნეში ცნობილი არ არის. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბოლშევიკურმა მოძრაობებმა დააფუძნეს დამოუკიდებელი აფხაზური პროექტი, მათ ჰქონდათ შეთანხმება საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკასთან, აფხაზეთსაც 1921 წელს მიენიჭა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი და იგი საქართველოს გავლით შედიოდა საბჭოთა კავშირში ამ შეთანხმების თანახმად და სხვადასხვა პოლიტიკურ პროგრამში დამოკიდებული იყო საქართველოზე. 31 წელს მოხდა აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმება და იგი ავტონომიის სახით ჩამოუერთდა საქართველოს. თუმცა მიუხედავად ამისა, აფხაზი ბოლშევიკი ელიტა აგრძელებდა პირდაპირ კავშირს მოსკოვთან, ანუ თბილისის გვერდის სწავლით, რაც მერე დაპირისპირებას იწვევდა ქართულ და აფხაზ ბოლშევიკებში. და ეს დაპირისპირება დასრულდა ნესტორ ლაკობას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებით და აფხაზური კლანის, ესე იგი აფხაზური ელიტის გამოთვლით აფხაზეთში. ამის შემდეგ იწყება რთული პროცესები საბჭოთა კავშირში. საბჭოთა ხელისუფლების მიერ ეთნიკური ნაციონალიზმის ახალისებამ ყველა რესპუბლიკაში გამოიწვია ესე იგი ეთნონაციონალური ნარატივების აღმოცენება. საქართველოში დაიწერა რამდენიმე ესეთი ტექსტი, რომელიც საბედნიეროდ არ იყო გაზიარებული ყოველწლიანი ინტელიგენციის მიერ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ემხრობოდა ეთნონაციონალურ წარმოსახვას. ერთ-ერთი ესეთი ნარატივის თანახმად ქართველი ლიტერატურათმცოდნე წერდა, რომ აფხაზები იყვნენ შუა საუკუნეების აფხაზები იყვნენ ქართველები და თანამედროვე აფხაზები იყვნენ ახალმოსულები აფხაზეთის ტერიტორიაზე. აი ამ ნარატივმა გამოიწვია დიდი დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის 50-იანი წლების ბოლოს. აფხაზებმა ღია დაიწყეს მისი გასაჩივრება და მოითხოვეს ამ საკითხის შესწავლა. აფხაზეთის კომუნისტური პარტია მას თვითმფრთხილად ეკიდებოდა და ცდილობდა როგორმე დავაერდებინა და ბევრს არაფერს აკეთებდა ამ ხალხის შესარიგებლად. უბრალოდ აი სტატუს-კვო შენარჩუნებას ცდილობდა და მე ამას მოყვა რეაქცია აფხაზური მხრიდან ამ ნარატივს და აფხაზმა ისტორიკოსებმა დაიწყეს შუა საუკუნეების აფხაზეთზე წერა. იქამდე შუა საუკუნეების აფხაზეთის ტექსტები თითქმის არ გვხვდებოდა, არ არსებობდა. იყო დიმიტრი გულიას ნაშრომი, რომელიც მთლიანად ისე ვთქვათ, მაგალითად ერთ-ერთი წყარო მისი იყო მითოლოგია და ავტორის წედა რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურ ისტორიულ ნაშრომად. ისტორიული ნაშრომები აფხაზეთში შუა საუკუნეების აფხაზეთის შესახებ გაჩნდა 50-იანი წლების ბოლოდან 60-იანების დასაწყისიდან. 70-იანი წლების ბოლოდან უკვე თუკი აფხაზი ისტორიკოსები 50-იანის ბოლოს და 60-იანის დასაწყისში წერდნენ, რომ აფხაზები იყვნენ დამოუკიდებელი ერი, მაგრამ ეს ერითან არსებობდა ქართველებთან და საერთო თანაცხოვრების ისტორიაზე აკეთებდა აქცენტს და საერთო სახელმწიფოზე. 70-იანი წლებიდან უკვე მათ შეცვალეს თავის ფოკუსი და აფხაზეთზე წერდნენ როგორც დამოუკიდებელ ტერიტორიულ ერთეულზე და დამოუკიდებელ ერზე. ანუ საქართველო უკვე გაიმიჯნა მათ წარმოსახვაში აფხაზებს და აფხაზეთს. ამ ნარატივებს ქართული ელიტა პასუხობდა სიფრთხილით და ამავე პერიოდში 70-იან წლებში შეიქმნა ახალი ისტორიული ნარატივები, სადაც ქართველები და აფხაზები მოხსენებული იყვნენ როგორც საერთო თანაცხოვრების პრიზმაში, საერთო თანაცხოვრების გამოცდილებაზე იყო აქცენტი გაკეთებული. ეს იმას ნიშნავდა, რომ მაშინდელი ქართული ელიტა აფხაზებს კვლავ თავაზობდა ქართულ სივრცეში დარჩენას და საერთო თანაცხოვრების გაგრძელებას მომავალში. აი ეს იყო
ქართული ეროვნული პროექტის მთავარი ხაზი აფხაზეთთან მიმართებაში ქონდეს საერთო სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება საერთო მეხსიერებას წარსული შესახებ, საერთო თანაცხოვრების გამოცდილებას და 80-იანი წლების ბოლოდან და მე გამსახურდია მმართველობის პერიოდში აფხაზებს ბევრი პრივილეგია შესთავაზეს ამისთვის. თუმცა აფხაზური პროექტი შეუთავსებლობაში იყო ქართულ ეროვნულ პროექტზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეროვნულ პროექტში, როდესაც ბევრი მულტიეროვნული სახელმწიფოები არსებობენ, ხო? ანუ სხვადასხვა ერები თან არსებობენ საერთო სახელმწიფოში, აქვს გაზიარებული კულტურა, პოლიტიკური სისტემა და მშვენივრად ცხოვრობენ ერთად. თუმცა ამ შემთხვევაში შეუთავსებლობას ქმნიდა ის ფაქტი, რომ დაიწყო კონკურენტული პროცესები ქართველებსა და აფხაზებს შორის, ანუ აფხაზებმა ქართველების მსგავსად შექმნეს დამოუკიდებელი ეროვნული პროექტი. სადაც ქართველების შეთავაზება, რომ მათ ეცხოვრათ საერთო სახელმწიფოში იყო აბსოლუტურად უგულებელყოფილი. ამიტომ შეუთავსებლობა გაიზარდა იმ დონეზე, რომ მე შეერაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ეს იყო წინარე პროცესები, რომელიც უძღვოდა ამ კონფლიქტს. კი ბატონო, და აი 90-იანებში და აი დღევანდელობამდე რომ მოვიდეთ, როგორ ფორმირდება ეს ნარატივები, რა იცვლება ჩვენ საზოგადოებაში, თბილისში, ესე ვთქვათ, და რა იცვლება სოხუმში. რა ცვლილებები გვაქვს აი ამ მხრივ ომის შემდგომ, ესე ვთქვათ, ნარატივების ფორმირებაზე. ხო, მოდი დავიწყოთ ქართულით. კონფლიქტის შესახებ საქართველოს ქართველებს არჩეული გვაქვს სტრატეგია, რომ გავჩუმდეთ ბევრ საკითხზე. თუ ქთვალს გადავლებთ ისტორიის სახელმძღვანელოებს, რამდენიმე წინადადებით არის მოხსენებული აფხაზეთის ომი. იქ არ არის ახსნილი კონკრეტულად რა მოხდა, ვინ იყო დამნაშავე ამ კონფლიქტში, რა პროცესები უწევდა წინ ამ კონფლიქტს. ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ არის ჩამოყალიბებული ისტორიის ტექსტებში. არიან ისტორიკოსები, რომლებიც წერენ ამ კონფლიქტზე, მაგრამ ისინი კვლავ უპირისპირდებენ აფხაზ ისტორიკოსებს და აგრძელებენ დებატებს, რომელიც საბჭოთა სისტემაში დაიწყო და კრიტიკული გადააზრება ნაკლებად ჩანს ისტორიულ ტექსტებში, გულისხმობ არასახელმძღვანელო სხვა ისტორიულ ტექსტებს და უფრო ლიტერატურაში გაჩნდა ამ ცნობა გადააზრებული იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, მაგრამ აქაც ამ ცნობებს საზოგადოება ხვდება ძალიან სენსიტიურად და მტკივნეულად და ჯერჯერობით ეს კრიტიკული მესიჯები ჯერ კიდევ არ არის შემოსული საზოგადოებაში. საზოგადოება არ არის მზად მიიღოს კრიტიკული მესიჯები, ღია თქვას, ღია დილაპარაკოს წარსულზე, თუნდაც გაანალიზოს წარსული შეცდომები, ასევე გაიხსენოს სად იყო დაშვებული შეცდომები აფხაზებთან კომუნიკაციაში, შეცდნენ აფხაზები, გახსნათ უფრო ღია დიალოგი. ამისთვის ჯერ ვფიქრობ საზოგადოება არ არის მზად ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს. და მთავარი ნარატივი აფხაზეთის კონფლიქტზე ჩემი აზრით ესეც არ არის ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ არსებობს ორი ნარატიული ხაზი, ერთის მიხედვით აფხაზები არიან სეპარატისტები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ დაიწყეს მობილიზება და გამოიყვნენ მას როგორც დე-ფაქტო სახელმწიფო და მეორე ნარატივის მიხედვით რუსეთმა წააქეზა ისინი და რუსული გავლენებით აფხაზი ძმები დაშორდნენ ქართველებს. აი ორი ნარატივი არის არასრული, არის რეკლამის ბოლომდე გრძელვადიან პოლიტიკაში რა გვჭირდება კომუნიკაციით მივაღწევთ აფხაზებთან, აი ამას არის რეკლამა საერთოდ. და ისიც ამ ნარატივსაც აგვაქვს სამუშაო ქართველებს. რაც შეეხება აფხაზეთის ომის მემორიალიზაციას, ეს ომს ვიხსენებთ მხოლოდ ერთ თარიღით 27 სექტემბერს, რომელსაც სოხუმის დაცემის დღეს ვეძახით ჩვენ. აფხაზები მას სოხუმის განთავისუფლების დღეს ეძახიან, სრულიად სხვა მეხსიერებაა შექმნილი მათთან ამ დღის შესახებ და ისაც სიმბოლური შეკრებით გამოიხატება, ანუ ამ ომს საქართველოში თითქმის არაფერი გვახსენებს. აფხაზეთის გმირების სახელები მოტვიფრულია საერთო მემორიალზე, სადაც სხვადასხვა ომების გმირები არიან გმირების სახელები არის ამოტვიფრული, სათანადო მემორიალიზაცია არ ხდება აფხაზეთის ომის. ჩემი შთაბეჭდილებით ესეა ეს პროცესი. რაც შეეხება აფხაზებს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ მათ გააგრძელეს აი ძველი ხაზი, სადაც სტალინი და ბერია იყვნენ ქართველი ნაციონალისტები და ახორციელებდნენ აფხაზების მიზანმართ დისკრიმინაციას. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ მერე დაიწყეს საუბარო სტალინი და ბერია იყვნენ მენშევიკური მთავრობის პოლიტიკის გამგრძელებლები და მერე ეს
ხაზი გააგრძელა შევარდნაძემ და მე გამსახურდემ და მე ყოველი მომდევნო თაობა რაღაცნაირად ებმის ამ ნარატივს. ანუ აფხაზთა წარმოდგენაში საქართველო აღიქმება როგორც კოლონიური სახელმწიფო იმპერია რუსეთის მსგავსად აბსოლუტურად იდენტური აღქმა აქვს საქართველოს და რუსეთის აფხაზებს, რომელიც ცდილობს აფხაზების და აფხაზეთის შთანთქმას, მასზე კონტროლის მოპოვებას და აი ამ აქვს შექმნილი საუკუნოვანი კოლონიზაციის ხაზი და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი აღიქმება როგორც ამ კოლონიზაციის პოლიტიკისგან თავის დაღწევა და აფხაზეთის გათავისუფლება. ძალიან დიდი საფრთხით ეკიდებიან ისინი დევნილების საკითხსა და კატეგორიულად უარყოფენ ყოველგვარ შესაძლებლობას დევნილების აფხაზეთში დაბრუნების და იდეახიან რომ ეს არის მეხუთე კოლონა რომელიც აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში კვლავ დაიწყებს კონფლიქტს, ამიტომ ეს არ უნდა მოხდეს არასდროს. ძალიან საინტერესოა ისიც რომ აფხაზეთში აი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გახსენებას აფხაზური კალენდარის სხვადასხვა თარიღები ცდილობს, მე დაახლოებით 7 თარიღი დავთვალე, ეს არის მაგალითად ომის დაწყების თარიღი 14 აგვისტო, სოხუმის განთავისუფლების დღე 27 სექტემბერი, ქართულ ჯარზე გამარჯვების დღე 30 სექტემბერი, ლათას ტრაგედია 21 დეკემბერი, კავკაზ ატრიშბას თუ სწორედ მახსოვს გვარი, ეს იყო აფხაზი მოხალისე თურქეთიდან, რომელიც ჩამოვიდა აფხაზების დასახმარებლად, მისი გახსენების დღე, ასევე მარტის ტრაგედიის გახსენების დღე, რომელიც 14-15 მარტს აღინიშნება. ეს მთელი წლის კალენდარში მონიშნული აფხაზეთის ომი აფხაზებისთვის. რაც თავარი მემორიალიზაციის თარიღებზე ისინი იკრიბებიან სხვადასხვა მემორიალებთან და მემორიალების შექმნის პროცესიც ისეთი დიდი ინერციით მიმდინარეობს, რომ ყოველწლიურად იზრდება. მთელ აფხაზეთში გაბნეულია სხვადასხვა სკულპტურები, ძეგლები, უბრალოდ სიმბოლური ადგილები, როსაც ამოტვიფრულია გმირების სახელები აფხაზებისთვის, რომლებიც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში იბრძოდნენ, სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან ამ სახელებს და გვარებს, სასკოლო ექსკურსიები ტარდება ამ ადგილებში, ანუ ძალიან ძლავრი ანტიქართული მეხსიერება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ. და ახალგაზრდა თაობამაც ამ კონფლიქტის შესახებ იცის, რომ არასდროს მათ არ უნდა დაუშვან თანაცხოვრება ქართველებთან, იმიტომ რომ ეს იქნება აფხაზებისთვის იდენტობის საფრთხის შემცველი პროცესი. აი ამაში იზრდება აფხაზების ახალი თაობები. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს და კოლექტორ მეხსიერებაში მის კავკასიის ომის მეხსიერებაც, აი ორი სრულიად დაუკავშირებელი თარიღი, ერთი ომი, რომელიც მოხდა მე-19 საუკუნეში და მეორე, რომელიც მოხდა მე-20 საუკუნეში, საერთო მემორიალიზაციის ქუდის ქვეშაა მოქცეული და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო აფხაზებისთვის აღქმულია რუსეთის მსგავსად, როგორც იმპერია და ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ ახლანდელი სტატუსი, ან დე-ფაქტო სახელმწიფო სტატუსი და მოიპოვონ აღიარება სხვა ქვეყნებისგან და არასდროს დაუბრუნდნენ საქართველოს. ეს არის მთავარი ცენტრალური აფხაზური ნარატივი, იდენტობის ნარატივი. როდესაც ისინი დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას და ეს არის მათი ეროვნული იდეაც, თანამედროვე აფხაზეთში ეროვნული პროგრამა. ამიტომ შერიგების რესურსების პოვნა არის ძალიან რთული ამ ვითარებაში, როდესაც ამ ნარატივებით იზრდებიან თაობები, რა უნდა მოძებნოთ საერთო, როგორ უნდა ვილაპარაკოთ საერთო წარსულზე, როგორ უნდა გავახსენოთ მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორია, ამაზე სამუშაო და საფიქრალია და რა შედეგად მოიტანს ეს პროცესი კიდე არ ვიცით ბოლომდე. და აი ახსენე კეთი შენ რომ აი ეს რაღაცნაირად ომის განცდა ყოველთვის არის სოხუმში ხო თუნდაც, იმიტომ რომ ეს მემორიალიზაცია, ეს ნარატივები, ყოველდღიური ცხოვრება, ფაქტობრივად ომის ესე ვთქვათ გარემოცვაში ცხოვრებისკენ არის მიდრეკილი და ნარატივებზე ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს. მე მაინტერესებს აი რამდენად შეიცვალა ეს ყველაფერი 2008 წლის ქართულ ესე ვთქვათ რუსული ომის შემდეგ, როდესაც რუსები შემოიჭრნენ საქართველოში, რაიმე აი ამ ნარატივებში თუ იგრძნობა ცვლილებები ჩვენი მხრიდან ან აფხაზეთის მხრიდან. ნარატივების ცვლილება არ მომხდარა არც ერთ მხარეს. ერთადერთი რაც ცვლილება, რაც შეეხო აფხაზურ ნარატივს ქართულ-აფხაზური კონფლიქტთან დაკავშირებით, იქამდე მას გამოკვეთილი არ ჰქონდა რუსეთის როლი ამ კონფლიქტში და 2008 წლის შემდეგ, როდესაც მოხდა ეს აგვისტოს ომი და აფხაზეთი აღიარა რუსეთმა, მათ რუსეთი აღიარეს ოფიციალურ პროტექტორატს და ეს აისახა ისტორიის სახელმძღვანელოებშიც, ანუ შეარბილეს ნარატივებში რუსეთის დანაშაული მათ წინაშე, დანაშაულს აძახიან ისინი მე-19 საუკუნეში მუჰაჯირობის
დაპყრობის ტალღებს და გადასახლებას, რომელიც რუსეთის გავლენით მოხდა აფხაზეთში. და აი ამის შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა რუსეთის მიმართ, რადგან აფხაზეთმა იცის, რომ ეს არის ყველაზე გავლენიანი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაიცვას მისი დე-ფაქტო სახელმწიფოებრიობა და ამიტომ ყოველგვარად ცდილობს ლავირების პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღიქმება როგორც იმპერია, რომელიც ასე საფრთხეს უქმნის აფხაზურ იდენტობას და ცდილობენ მისგან რაღაცნაირად დისტანცირდნენ და ბოლომდე არ აითქვიფონ რუსულ კულტურულ სივრცეში, ამავე დროს ეს არის აფხაზების მფარველი, პროტექტორი და ამიტომაც ცდილობენ მის გულის მოგებასაც, ანუ რაღაც ორმაგი პოლიტიკა აქვს რუსეთის მიმართ. ამისგან განსხვავებით საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკა სრულიად გამოკვეთილია და ერთ პოზიციაზე დგანან ისინი, რომ საქართველო არის საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის და არასდროს არ უნდა მოახდინონ დაახლოება ქართველებთან. ამას ემატება ის, რომ პერიოდულად აფხაზებში აქტიურდება საქართველოსთან მოსალოდნელი იერიში შიში, მაგალითად ეს შიში 2000-იან წლებში გამოვიდა ნატოს ჯარების წვრთნამს საქართველოში, არძიმბა მაშინ სთხოვდა რუსეთს მფარველობას, ვიდრე ეს სამოქალაქო ხელშეკრულება გაფრინდებოდა 2008 წლამდე. ისიც თხოვდა, რომ შესთავაზე რამდენიმეჯერ დრაფტი, რომ გამხდარიყო აფხაზების მფარველი და ამ სასაბუთებდა იმით, რომ საქართველოს ემზადება ახალი ომისთვის აფხაზეთი და აფხაზეთს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. სხვათა შორის 2008 წელს რა ხელშეკრულებას დაიდო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ძალიან გავდა არძიმბას მიერ შეთავაზებულ დრაფტს 2001 წელს რუსეთისთვის. იგივე საფრთხე გააქტიურდა ეხლა რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, როდესაც უკრაინელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ქართველებს მოუწოდა, რომ შეჭრულიყვნენ, შესულიყვნენ აფხაზეთში, აფხაზებში კვლავ გააქტიურდა ეს საქართველოსგან მოსალოდნელი იერიში საფრთხე და მთელი პროპაგანდა მიმდინარეობდა იქ, რომ საქართველოს შეიძლება ჩვენთან შემოიჭრას, ამიტომ რუსეთი უკრაინაში არ უნდა დამარცხდეს და პოლიტიკოსები თხოვდნენ ხალხს, რომ სოლიდარული ყოფილიყო რუსეთის მიმართ. პირდაპირ არ იძახნა რუსეთის ამას, მაგრამ იგივე ეს მესიჯები ჩანდა. და საქართველოსგან შემოიჭრას საფრთხეზე ისინი ღიად ლაპარაკობდნენ, რომ ნებისმიერ მხარეს დადგებოდნენ, ვინც მხარს დაუჭერდა მათ საქართველოს აი ამ იერიშის არიდებაში. თუმცა რას ეფუძნებოდა მათი ეს სტრატეგია უკაცრავად, რას ეფუძნებოდა მათი ეს საფრთხის მოლოდინი გაუგებარი, იმიტომ რომ საქართველოს არასდროს გაუკეთებია განაცხადა, რომ აფხაზეთს შეჭრას აპირებდა, პირიქით საქართველოში ყოველს კეთება აქცენტი, რომ ამ კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარება არ შესაძლებელია. მშვიდობიანი პოლიტიკის იქით საქართველო არ გასულა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთანაც მე ვფიქრობ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, ანუ აფხაზეთის ტრამვა ჩამოყალიბებას იწყებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. პირველად მაშინ ხდება კითხვების დასმა, რა ხდებოდა 90-იან წლებში. როგორ დაზარალდნენ მაშინდელი დევნილები აფხაზეთის კონფლიქტს, რა განიცადეს, როგორი მტკივნეული იყო ეს მიგრაციის პროცესი, განსაკუთრებით მათ ვინც სვანეთის გზა გამოიარა. ამ კითხვების დასმა 90-იანებში ვერ მოხდა და ვერ მოხდა, იმიტომ რომ იმდენად რთული პირობები იყო ყველასათვის, რომ არ არსებობდა სოლიდარობა, არ არსებობდა თანაგანცდა დევნილების მიმართ. უკრაინის ომმა კიდევ უფრო მეტი სტიმული შეძინა ამ პროცესს და განსაკუთრებით ბუჩას ტრაგედიის შემდეგ უკვე ღიად ჩნდებოდა სოციალურ მედიაში ეს მესიჯები, რომ იგივე ხდებოდა აფხაზეთში, იგივე გამოიარეს ქართველებთან, უბრალოდ ამის ვიზუალიზაცია არ ხდებოდა, ამის იმიჯები არ ჰქონდა იმ პერიოდში და ამიტომ ეს მეხსიერება დაკარგულია. და ძალიან გაიზარდა თანაგანცდა დევნილების მიმართ და პირადად ვიგრძენი ეს ბევრმა ადამიანმა მაშინ ისტორიულად პირველად განიხილა ჩემ წინაშე ეს ჩემთან ეს საკითხი და უირა გამოცდეთ შემშობლებს, უირა რთული იქნებოდა შენთვის ბავშვობა, ანუ წლების ნაცნობი ადამიანებს იქამდე არ გაჩნიათ ეს კითხვები, აი სწორედ უკრაინის ომმა მისცა სტიმული ამ კითხვების გაჩენას. და ვფიქრობ, რომ ესეც გარკვეულწილად ხელს უწყობს აფხაზეთის შესახებ ტრამვული ნარატივის ჩამოყალიბებას, მაგრამ ბევრი ადამიანი არ მეთანხმებოდა ამას ვიძახი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი ამას, რომ მე მგონი აფხაზეთის ნარატივი, აფხაზეთის ომის ტრამვის ნარატივი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული და ჩამოყალიბებული და ეხლა არის ქმნადობის პროცესში. კეთი, მე ესეთი კითხვა მექნება, აი ლათას ტრაგედია ახსენე მაგალითად, აი რამდა ჩვენ წინა პოდკასტში ბატონ არჩილ გეგეშიძესთან ვისაუბრეთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე. რამდენად მნიშვნელოვანია აი ნარატივების ჩამოყალიბებაში, თუნდაც საერთო ტრაგედიებზე საუბარის, ან თუნდაც აი ამ ნარატივების ესე ვთქვათ ხელახლა გადააზრების და როგორ შეიძლება რომ ეს გადავიაზროთ შენი დაკვირვება რა იქნება, როგორ შეიძლება ეს ისე გადავიაზროთ, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაცია შემდგომ რაღაცნაირად კონფლიქტის მოგვარებაში წვლილი შევიტანოთ, რადგან იდენტობის პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რამაა, რაც
ადამიანებს აყალიბებს და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება და როგორ შეიძლება აი ამ ნარატივების ცვლილება? ქართულ აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის გზა არის ძალიან მარტივი. მარტივი ფორმულა. უნდა შეიცვალოს იდენტობები და მეხსიერებები ორივე მხარეს. მეხსიერებები უნდა შეიცვალოს ორივე მხარეს და იდენტობები ავტომატურად იცვლება. უნდა გაქრეს შეუთავსებლობა ორი ხალხის მეხსიერებას შორის. კონფლიქტი მოგვარებულია, მაგრამ ეს არის ურთულესი პროცესი. ამის მიღწევის გზა ჯერჯერობით არ ვიცი, მე არ მაქვს მაგალითი კონფლიქტსაც ეს წარმატებით განხორციელებულა ეს პროცესი. მითუმეტეს როცა საუბარია აფხაზეთზე, სადაც თაობები უკვე 30 წელია, ხო, აფხაზები ახალი თაობები იზრდებიან აი ამ მეხსიერებაში, რომ ქართველი მათთვის არის მტერი, საქართველოსთან ცხოვრების შემთხვევაში მათ მოილით იგივე რაც მოხდა 92-93 წლებში, საერთოდ რაც ხდებოდა აფხაზებისთვის საუკუნეების მანძილზე, აი ესეთი ნარატივი აქვს ზუსტად. პირველ რიგში უნდა გაჩნდეს სურვილი ორივე მხრიდან. სურვილი იმის, რომ მოხდეს გადააზრება ამ კონფლიქტის და რამ შეიძლება სტიმული მისცეს ამ სურვილსაც არ ვიცი, ალბათ გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა ისევ და ისევ. სურვილის გაჩენის შემთხვევაში დასაკურებლად თეორიულად შესაძლებელია, რომ კონსტრუირდეს ახალი მეხსიერება, საერთო მეხსიერება, რომელიც დაეფუძნება საერთო ტრაგედიებს და ეს იქნება ძალიან დიდი რესურსი შერიგებისთვის. ბევრი საუბრობს ამაზე, რომ აფხაზეთში არ არის დარჩენილი ოჯახი, რადგანაც ისე მცირერიცხოვანი ერია, რომელსაც არ აქვს დანაკარგი, ადამიანური დანაკარგი ამ კონფლიქტის დროს. ერთ-ერთ დიალოგის შეხვედრას მეც ვესწრებოდი და აფხაზი გოგონა იძახდა, რომ როდესაც ამ დიალოგში ვარ ჩამული ქართველებთანო, მაქვს სურვილი კომუნიკაცია გავაგრძელო, მაგრამ სახში რომ მივდივარო და კედლებიდან მიმზერონო, ეს შავ-ჩარჩოში ჩასმული სურათები სურვილი მეკარგებაო და გარდა ამისა არის კიდე წინა თაობა, მშობლების თაობა, რომელიც მათ ახსენებს, რომ რა მოხდა 98-93 წლებში და ახსენებს იმას, რომ ერთთან საუბარი არის საფრთხილო. აფხაზებისთვის აფხაზეთი არის პოსტმეხსიერება და პოსტმეხსიერება გამოხატავს კიდე ერთ ცალკე კონცეფცია მეხსიერების თეორიაში, მშობლების გადატანილ ტრამვას, რომელსაც შვილების თაობა ასევე განიცდის. არა იცი როგორც მშობლებმა, მაგრამ მათ დანაკარგებს განიცდის. ამაში იზრდება და ეს პოსტმეხსიერება ხდება მათი იდენტობის წამყვანი რგოლი, რჩეული ტრამვა, რომლის გარშემოც მათ არსებობა არ შეუძლიათ. აი პირველ რიგში აი ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლის როლის დათმობა აფხაზების მხრიდან. გადააზრება, ბოლომდე მართლები იყვნენ ყველაფერში, საიდან დაიწყო ეს კონფლიქტი, ხომ არ იყო ინსპირირებული მართლა მესამე მხარეს მხრიდან, ან თუ არ იყო ინსპირირებული, მაშინ რა მისცა ბიძგი, დაპირისპირების ამ დონემდე მიყვანას, არ არის ადვილი ხო, როცა ამ კონფლიქტში შეება ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, არ არის ადვილი ხა, რო გითხრან, რომ აიღე იარაღი და წადი მოკალი შენი მეზობელი. ანუ აი ამ დონემდე რომ მიგიყვანოს, რამ უნდა მოგცეს ეს ბიძგი, ეს სტიმული. რატო ვერ მოხდა კონფლიქტის არიდება მშვიდობიანი გზა, რატო არ დავიწყეთ ლაპარაკი ერთმანეთთან. ამ საკითხების კრიტიკული გადააზრება საჭირო, თუმცა ამ დონემდე მე მგონი ვერ მივდივართ. რაც დიალოგზე ხდება, ჩემი დაკვირვებით ეს არის ორივე მხარე იცლება საკუთარი ემოციებისგან, საკუთარი სენტიმენტებისგან. ეს დიალოგები არ არის ნაყოფიერი იმ კუთხით, რომ ისინი ხშირად არც უსმენენ ერთმანეთს, ანუ უსმენენ იმიტომ, რომ გამოიპასუხო აი ამ პრინციპით ხდება შეხვედრები და არა უსმენ იმიტომ, რომ გაიგო, გაიაზრო, თანაუგრძნო. თანაგრძნობა როცა დაიბადება ერებს შორის, აი მე შეიძლება გაჩნდეს ეს რესურსი მოლაპარაკების. ძალიან საინტერესოა. ეხლა გამახსენდა უცებ პირველ მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ცნობილი ინტელექტუალები მოიწვეს ომზე დისკუსიის გასამართად და ერთ-ერთი ასეთი მიმოწერა განხორციელდა ფროიდსა და აინშტაინს შორის და აინშტაინმა კითხა თუ არსებობს რამე გზა რომ ავირიდოთ კონფლიქტები მომავალში და ფროიდი პასუხობს რომ ადამიანს აქვს ორი საწყისი, ერთი აგრესიული და მეორე სიყვარულის საწყისი და როდესაც ადამიანები არ იცნობენ ერთმანეთს, როდესაც ერთ ადამიანს უნდა მოიპოვოს ის რაც აქ მეორეს. ამ შემთხვევაში აგრესიული საწყისი აქტიურდება და ყველა ვარიანტში მოხდება კონფლიქტი. მეორე გზა რო ეს არ მოხდეს, ის არის რომ ადამიანი არ ებრძვის იმას, ვისაც თulis თავისნაირად. ანუ ძალიან ახლობას თავს არ დაესხმე არასდროს, ხო? აი ამის გაცნობიერება უნდა მოხდეს, ამ ეხსიერების აღდგენა უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ოდესღაც ვიყავით ახლობლები, ქონდა საერთო სივრცე, ძალიან კარგი კომუნიკაცია ერთმანეთთან, თუ ამის გაკეთება შევძელით და ეს სურვილი უნდა იყოს ორი მხრიდან წამოსულ სამფრთხილად ამას ვერ გააკეთებ არასდროს. აი მაშინ გვაქვს შანსი რომ შერიგების რესურსი შევქმნათ. და ეს გაუცხოება
აშკარად ჩანს აი ამ ორ საზოგადოებას შორის და მაინტერესებს აი ბოლო კითხვა გადავიდეთ სამოქალაქო საზოგადოება როგორ შეიძლება რომ აი ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს დიალოგი ახსენე კიდე რა ფორმატი შეიძლება იყოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებული ან სხვადასხვა ორგანოების მიერ რომლებიც აი ამ საკითხებზე მუშაობენ რამეს აი რაიმე რეკომენდაციის სახით თუ ეკნება სიმართლე გითხრა არ ვაბზად ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და ეხლა უცებ რაც მახსენდება თავში ეს არის ერთი ოფიციალური დიალოგი არ არის წარმატებული და ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს და ბევრჯერ ვთქვი უცხოელ დიპლომატებს რომ ქართველები და აფხაზები უბრალოდ ფორმალურად ხვდებიან ერთმანეთს მე ხუთი ხურავენ და უკან მოდიანო იმიტომ რომ ორივეს თავისი პოლიტიკური განაცხადებები აქვს, რომელიც ასევე შეუთავსებელია და იქ ვთავრდება ყველაფერი, იმიტომ რომ ორივე იცავს საკუთარ პოზიციას. სამოქალაქო საზოგადოებას ვფიქრობ, უფრო მეტი რესურსი აქვს და აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოება აქტიურია და ზოგი მათგანი ასევე თანახმა დიალოგში შემოვიდეს, კომუნიკაციაში შემოვიდეს ქართველებთან, თუმცა მათი მიზნები კომუნიკაციაში შემოსვლის სრულიად განსხვავებულია ქართულ მოლოდინებთან. ანუ აფხაზი არ ჯდება დიალოგის მაგიდასთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით იმისთვის, რომ აფხაზეთი დაუბრუნდეს საქართველოს. ანუ ეს არის თეზა. აი ყველაზე კარგ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების აფხაზები განიხილავენ კეთილმეზობლობას ქართველებთან, ესე ვთქვა და ქართველების ჩასვლას აფხაზეთში ტურისტებად უკეთეს შემთხვევაში. ანუ ეს არის აფხაზური მოლოდინი ყველაზე კარგ შემთხვევაში. ქართული მოლოდინი რასაკვირველია არის სულ სხვა. ანუ მე თვითონაც როდესაც დავსწრები ვარ ამ შეხვედრებს, სულ მგონია რომ მე ხარ რაღაც პატარა აგურჩავდებ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს მეგვარებაში, რომ მე როგორც დევნილი დაბრუნდე აფხაზეთში, მაგრამ თან ვაცნობერებ აი ამ საკუთარი მოლოდინის აბსურდულობას, ანუ ხანდახან მაქვს ეს ფრუსტრაცია და ეს შეგრძნება. ხანდახან მაინც იდეალისტურად ბოლომდე მივყვები მე ამ ჩანაფიქრს, თუმცა ვიცი რომ არ ვიცი რამდენად რეალისტურია ეს ყველაფერი. სამოქალაქო საზოგადოებას მეტი რესურსი აქვს, იმიტომ რომ არსებობენ მაგალითად არტისტები ორივე მხარეს და არტისტების ხალხი რომ თათეულია უფრო შეუძლიათ საერთონის გამონახვა და ემოციური ხალხია, ემოციური გადამუშავების სულ სხვა რესურსები აქვს და მაგალითად თუ იქნება ესეთი კულტურული გაცვლის შესაძლებლობები მესამე ქვეყანაში თუნდაც სადაც ისინი დაილაპარაკებენ ერთმანეთს, მხატვრულ გადამუშავებას მოახდინონ ამ ყველაფერს და ასეთი ინიციატივები იყო მაგალითად წერლების ინიციატივა, როდესაც ისინი დასხდნენ და საერთო თემატიკაზე სხვადასხვა ნაწარმოებები დაწერეს. ვფიქრობ, რომ ამასაც ექნება მნიშვნელოვანი გავლენა, რადგანაც ეს ნარატივი თუნდაც ალტერნატიული ნარატივების სახით გავრცელდება ამ საზოგადოებებში და შეიძლება დომინანტური ნარატივი თავიდან ვერ დაჩრდილოს, მაგრამ აქ რესურსი თუნდაც გამოწვევა მოუწყოს დომინანტურ ნარატივებს და გადააზრებისთვის შექმნა სივრცე. ამ დროისთვის მე მგონი ეს შეიძლება რომ გაკეთდეს. სხვა ინიციატივა უბრალოდ ვფიქრობ სხვა ინიციატივაზე. მადლობა კეთი. ძალიან საინტერესო იყო ეს საუბარი და შენი კვლევა, რომელსაც ასევე ესე ვთქვათ, ლინკის სახით ჩვენ მივუთითებთ პოდკასტის დასრულების შემდგომ. და ვისაც სურვილი აქვს უფრო ღრმად და ესე ვთქვათ, დეტალურად გაეცნოს აი ამ დისერტაციას და არა მარტო ძალიან კარგი ნამუშევრები აქვს კეთის სხვა ნაშრომები და ასევე ვურჩევ ყველას, ვინც აი ამ პოდკასტს მოусმენს, მერე უკეთ და დეტალურად გაეცნოს. რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთება თუ გინდა, ან შეჯამება, ან ჩვენი ახალგაზრდები გვისმენენ ძირითადად და რაიმე რეკომენდაცია აი ამ თემების ირგვლივ, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემთ მათ, რომ დაინტერესდნენ, მეტი გაიგნონ აი ამ ნარატივების ფორმირებაზე, თუნდაც ისტორიულ, ასე ვთქვათ, გარემოებებზე, შეჯამების სახით ან რაღაცა მსგავსი რეკომენდაციის სახით თუ იქნება შესანიშნავი. იქნება. პირველი დაკვირვება, რომელიც ქართულ-აფხაზურ შეხვედრისას გამიჩნდა, ეს იყო, რომ აფხაზები ძალიან მომზადებულები იყვნენ ქართველებთან შეხვედრის წინ. მათ დეტალებში იცოდნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორია აფხაზური პერსპექტივიდან, მაგრამ იცოდნენ ბევრი ფაქტი, ბევრი მოვლენა, რასაკვირველია საკუთარი ინტერპრეტაციით ქონდათ გადააზრებული ეს ყველაფერი და ქართველებმა არ ვიცოდით ამდენი. ანუ პირადად საკუთარ თავზე ვიძახი. მე ვთხოვ ახალგაზრდებს, რომ დაინტერესდნენ ამ თემატიკით. იყვნენ კრიტიკულები და ბრმად მიუმინდობიან ურთიერთ წყაროს, დასვან კითხვები და სთამამე გამოიჩნდნენ კითხვების დასმისას. არ შერცხვეთ კითხვების დასმა, არ შერცხვეთ საკუთარი აზრის გამოცნობა, საკუთარი აზრის ჩვენება. ამ პროცესებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ახალგაზრდობა აგრძელებს ხოლმე მომავლის თაობებს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას მომავლის საკითხი მგონია მე, იმიტომ რომ ორივე მხარეს არის თაობა, რომელიც მონაწილეობდა ომში და ომში მონაწილე მხარების
ერთ დიალოგის მაგიდასთან დასმა ძალიან რთულია. ამის გაკეთება უფრო შეუძლია ახალგაზრდა თაობას, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ მოყვება პოსტმეხსიერება და მშობლების ისტორია მამამის შესახებ, მისთვის ისეთი მტკივნეული არ არის ამაზე საუბარი, როგორც მშობლების თაობაში. ამიტომ ახალგაზრდებს ძალიან დიდი როლი ენიჭებათ კონფლიქტის მედიაციაში და რაც უფრო მეტად დაინტერესდება ახალგაზრდობა ამ საკითხით, რაც უფრო აქტუალური გახდება ეს საკითხი, უკეთესია ჩვენი მომავლისთვის, უკეთესია ამ კონფლიქტის მედიაციისთვის და ჩემი თხოვნა იქნებოდა ახალგაზრდებთან, რომ დაინტერესდეთ ამ კონფლიქტით, დასვით ბევრი კითხვები, იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან და თამამები ასევე. უღრმესი მადლობა, ქეთი. მადლობა გიორგი. გაზიარებისთვის და აი ამ ესე ვთქვათ სასარგებლო რჩევებისთვის. უღრმესი მადლობა. მადლობა.